არიქნები ჩავწეროთ, ხო? მე მე მოვისმინე განცხადება თუ დაწერეთ არ ვიცი საუბარი ზუსტად რომ საჯარო დებატები შემოთავაზე და მე არ დავთანხმდი. დიახ. სიმონა გითხრათ რომ შემოთავაზეთ არ ვიცი. სტუდენტებმა შემოგთავაზეთ. სტუდენტებმა კი თქვენ არა. 18-ში. ხო, ანუ მე ვუთხარი რომ ხო, რომ გავაკეთოთ საჯარო დებატი სამივე კანდიდატის მონაწილეობით მიმაჩნდა. მე აბსოლუტურად ველოდი იმ შედეგს, რაც გააკეთა აკადემიურმა საბჭომ. არ ვიცი თქვენი დამოკიდებულება, მაგრამ მე ვიცოდი ზუსტად რომ ამას გააკეთე. მე ნამდვილად არ ვიცი. ხო. და ამიტომ მე ვიყავი მომხრე ეს ყველაფერი მომხდარიყო მანამდე, სანამ ჩვენ დაგვიბარებდნენ დაკითხვაზე. ხო და ამიტომ მე ვთვლიდი რომ ეს პროცესი გაგვეხსნა. ეხლა ამ პროტესტსაც ექნებოდა აზრი, აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნებოდა. მე იცით რა არის, წინა საარჩევნო კამპანია რაღაცნაირად თანასწორად უნდა გვეწარმოებინა, ხო? ეხლა სურათი როგორი იყო, რომ ის მხარე ჯორბენაძის მხარდამჭერები ცალკე მუშაობდნენ, თქვენი მხარდამჭერები ცალკე მუშაობდნენ. იცით რა არის, ნუ ეხლა მე ვიყავი ამოვარდნილი, ამიტომ საკუთრები თუ გახდეთ გამოდიოდით მე შევიდე. ბოლო დღეს შევიტანე. ხო, მანამდე ასე ცოტა. ხო, ბოლო დღეს შევიტანე. ხო და რო გაგვეხადა ეს პროცესი საჯარო იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენთვის მე აუხსენი იმ უარეს მიზეზით, თუმცა მათ არ ვთქვათ რომ თქვენი ინიციატივა იყო, მე მივიღე როგორც მათი ინიციატივა. მე მქონდა ასეთი არგუმენტი ერთი რომ კონცეფციები იყო წარმოდგენილი ხო და ახლა ჩემი შეფასებით ჩემი კონცეფცია იყო უკეთესი ახლა განსაკუთრებით აკულისხმობ ბატონ ჯორბენაძეს რომ ჩემი აზრით კონცეფცია არ დაწერა საერთოდ იმას კონცეფცია არ ქვია აბსოლუტურად ფარკიდევაც მე სტუდენტებს რომ ქაუდოლელას კონცეფცია დაწერილი უკეთესია ჩემი შეფასება იყო ის რომ ეს უბრალოდ კონცეფცია არ არის და კონცეფციას სხვა რამეს ნიშნავს თუმცა ის რაც შიგ წერია მეთქი ანუ შინაარსობრივად relevantურია სრულიად ჯორბენაძის კონცეფცია უბრალოდ სათაურებია კონცეფცია და მეტი არაფერი ეს არის ორი სხვადასხვა დოკუმენტის copy paste ერთი არის დუალის კონცეფცია და რამდენიმე არა ის არის დუალის კონცეფცია და რამდენიმე აბზაცი გამოტანილი და არის უნივერსიტეტის წესდებიდან job description-ი აკადემიის რა ქვია დეკანის ხო განარად შეიძლება იყოს კონცეფცია ხო ერთი და ამასთან დაკავშირებით ანუ ეს როგორ უკავშირდება ჩემს უარს მე ვთქვი რომ მე რო დავждები და უშოთ სხვა კანდიდატებთან ერთად რომელსაც ჩემი აზრით სალაპარაკო აქთან ნაკლები ან არაფერი ხო საერთო სურათი შეიძლება დაიკარგოს ამიტომ ჯობია თუ რომ ცალ-ცალკე გააკეთოთ შეხვედრა და ცალ-ცალკე ჩამოიყალიბოთ წარმოდგენა ვიღაც ეს არანაირი შესაძლებლობა რომ არა მე უარი არ ვთქვი მათ მითხრეს კიდევაც საათები მე მგონი აპირებდნენ 18-ში 12-ზე 36-ზე 18-ში იყო ხო დრო არის 36-ზე ნუ ასე მითხრეს მე ნუ არის ხალხი მე დავთანხმდი მეორე არგუმენტი რაც იყო ეს უკვე თქვენ შეგეხებათ ასე ვთქვათ იყო ის რომ აი ხა ძალიან პერიოდის განმავლობაში რაც მე ტელევიზორში უსმენდი თქვენ გამოსვლებს ნუ მეუღლის ამ თემასთან დაკავშირებით ხო იქ ბევრი ისეთი რაღაც თქვენ რაც სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს და მე ასეთ წარმოდგენა მქონდა და მაქვს იმასაც გითხრათ რომ თქვენ იცით რომ ეს არ არის მართალი და მაინც ამას ამბობთ არა მე არ ვიცი გეტყვით რა გულისხმობ ერთი მაგალითად ის რომ ბარნომა შეცვალა წესი ეხლა თქვენ ისეთ ელემენტარულად მე როდის დავინიშნე და ამ წელს ვერ შევცვლი და მე მგონი ეს ძალიან ცხადი რაღაცა არის ხო თან ეს არის შემოწმება დავიცოდე ბატონო ანდრო ყველა მიწოდი დავინიშნე ყველა მარვი როგორ ხუთი დავინიშნე ყველა მე კი არ გედავით მე კი ხარ იხსნით ჩემ არგუმენტებს კი ბატონო მე პასუხობთ ხო ესე იგი საკონკურსო წესი იყო სხვაგვარი როდესაც პირველად გამოცხადდა კონკურსი. მე მოვიკითხე და როგორ გავიგე გაზაფხულზე შეიცვალა კონკურსი. ხო და მე აგვისტოში დავინიშნე რა ხო? აპრილში გამოცხადდა კონკურსი. კი ბატონო, მაგრამ მე აგვისტოში დავინიშნე, ხო? გასაგებია, მაგრამ აგვისტოში შეგვატანინეს. ბადია რა, წესით თუ მე შევცვალე, სადმე იდოს. ამასთან მაგრამ თქვენ ხო შეგეძლოთ ეს გეპასუხათ, ხო? ამის არის დებატი, რომ კი, მაგრამ მე კი არ უნდა გასაგებია, ფონი როცა მე რა რაღაც ვამბობ, ის მენელი იყო ცოტა.
ამიტომ აზრი არ ქონდა, ეს იქნებოდა უბრალოდ თავის მართლის პოზიცია, რომელსაც არავინ არ მოისმენდა. ხო, მაგრამ საჯაროდ დებაც და ყველაფერს. არა, საჯაროდ მე მივედი იმისი რაგვარია, მაღლაფერის გადაცემაში, მე ვარ უბრალოდ თქვენი ყავის კიდე. ხო, იქ მე ვთქვი, რომ ეს არ არის მართალი. მე უბრალოდ გასაგებია, იქ მეორე არგუმენტი რა იყო? თქვენ ასევე ვთქვით, რომ მე დავაწინაურე დევიძე. ხო? დევიძეს მისცეს სალექციო ისინი რა ქვია, კურსები, ეხლა თვითონ არა, დეკანატი არ თქვათ ამას. შეიძლება მანამდე იყო, ხო, მე არაფერი არ ვცადեցია. მოკლედ, ბატონო, რაშია იცით საქმე, რომ ამ ყველაფერზე ჩვენ შეგვეძლო საჯაროდ გვესაუბრა. მე ვთქვი ყველაფერს. მე არ უნდა ვიმარჩიელო, ხო? ხო, მაგრამ მე ვთქვი არგუმენტებია, თქვენ შეგიძლიათ მე იმის შემდეგ მსგავსი რამ არ მithქვი. მაგრამ არ ვთქვი თქვენ და რომ ეს არ არის მართალი, ხო? ხო, მაგრამ ეს საბუთი არის თქვენი გამოსვლა? საბუთი და თქვენი გამოსვლა. მაგას ვიძახი. ხო, გასაგებია, მაგრამ ეს თემა აღარ ყოფილა აქტიური და მე უკვე აღარ იმას რატო ამ მეორე არგუმენტი რა იყო, რატომაც მე მინდოდა კონცეფციაზე საუბარი და არა რაღაც გაუგება რაღაცა რა. და მე ამ ძარაკი არ მქონდა, რომ იგივე არ მოხდებოდა, ეგ არის. ჩვენ შეგვეძლო ფორმატზე შევთანხმებოდით, შეგვეძლო იმაზე შევთანხმებულიყავით, რომ საერთოდ არ გვეხსენებინა ის კონკურსი. ხო, ნუ შეიძლება აბსოლუტურად შესაძლებელი. არა, რატო არ გქონდა? მე თქვენ შევხვდებოდით და ჩვენ წესებზე შევთანხმდებოდით. მე მიცნობენ ადამიანები და მათ შორის სტუდენტები. თუ ეს შეთანხმება შეგებოდა, მე ამას არ ვახსენებდი. კი ბატონო, გვესაუბრა კონცეფცია. მე შეხვედრის აზრი მომივიდა გუშინ, ალბათ 1-2 საათი ადრე ვიდრე დაგირეკავით, იმიტომ რომ სხვა შეხვედრა მქონდა მანამდე. უბრალოდ ვერ დავრეკე. საიდან გამომდინარე, მეგობარმა დამიკოპირა თქვენი და თქვენი ერთ-ერთი პროფესორის საუბარი Facebook-ზე. დიახ. და იქ შევხედე მე, ხო იქ ეს უკვე გავდა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან რაციონალურ ასე ვთქვათ, სიტყვაფასუხს. თამარცხადაძეს ამბობ. კი, თამარ ჩემი კოლეგა და დიდი ხანია. კი, მეც ვიცნობ და ძალიან კარგი თანამშრომელია ჩვენი. და იქ მე სხვა მინარევები ასე ვთქვათ ვერ დავინახე და ვიქი რომ ახლა შეიძლება უკვე საუბარი შეიძლება. რა თქმა უნდა, ასეთი მინარევები მე არ მექნებოდა ჩვენთვის შევხვდებოდით. ხო და ეხლა მას შემდეგ რა თქვენ შეგექმნათ პრობლემა, შემდეგ გაგიჩნდათ ჩემთან შეხვედრის სულ. არა შემდეგ, ადამიანურად შემდეგ რაც ნახე. რაც მოხდა ბატონო ანდრო, ჩემთან დაკავშირებით. მე არა ვარ ადამიანი რევანშისტი, არა ვარ ადამიანი, რომელიც დავიკარგები ამ სიბინძურის იქეთ. რაც აქ ხდება, ხო? მე ვარ ადამიანი, რომელსაც მაქვს უამრავი სხვა საქმე. ჩემი ბრძოლა დაკავშირებულია არა იმასთან, რომ მე ვარ უნიკალური და განუმეორებელი და არ შეიძლება მოიძებნოს ადამიანი. მე ვიცი, რომ ჩემზე უკეთესებიც არსებობენ ამ სფეროში და ჩემზე ბევრად უკეთესები. მე ლაპარაკობ იმაზე, რომ მე არასოდეს არ შევეგუები რელიგიური ფუნდამენტალისტის და ბოლშევიკის ჩემზე გამარჯვებას. ამას არ შევეგუ. აი ვინც მიიღეს ჩემ ადგილას. ხო და ამიტომ და იმ წეს რა წესითაც ეს მოხდა. იცი? ხო, ნუ არ ვიცი კახა თუ ყობა ვინც არის რა. რატო მე არ ვიცი ახლა რატო რელიგიური ფუნდამენტალისტი, მაგრამ წაიკითხეთ მისი ნაწერები და როგორ იქცევა ის, როგორ მოიქცა ფილოსოფიის ინსტიტუტში, როგორ გაყარა, მათ შორის თამარცხადაძე საკმაოდ შეავიწროვა და ჩემი ოჯახის წევრი საერთოდ გამოაგდო. იმიტომ არა, მამა ირაკლისი, ლერი მჭედლიშვილი მსოფლიო დონის ლოგიკოსი. ამაზე არის ლაპარაკი. ეგ ინფორმაცია არ მაქვს. მე რა ინფორმაცია მაქვს გეტყვით. როდესაც კახა რაგვარია კეცბაია, ხო. მასში მის შერჩევა მოხდა. შემდეგ იაგოს ინიციატივით მოაწყეს რაღაც დამატებითი გასაუბრებასავით ფაკულტეტზე. და მე მაინტერესებდა მე ვარ დასწრება მინდოდა საერთოდ, მაგრამ ვერ მოახერხე რა, მაგრამ მე ვესაუბრე რამდენიმე პროფესორს, ვინც იქ იყო და არ იყო თუли შეფასება, არავინ არ უყურს, ეს არის არაკვალიფიციური ადამიანი. ეს ვიცი. ხო? ყველა არგუმენტი ჩემ წინააღმდეგ საკონკურსო კომისიის იყო ტექნიკური. ხო, ეხლა მაგაზე მინდა ძირითადად საუბარი. არა, მე გეტყვით. სილაბუსები რომელიც მე ესე იგი არ მქონდა, წარდგენილი, არასოდეს არ უარმიღია. მე რო სილაბუსები წარვადგინე და ვიღაცა აპრილში გამოცხადებული კონკურსის საქაღალდეში სილაბუსები იდო, იმიტომ რომ იყო ჩამონათვლი. ხო, თქვენ არ გასაგები. ჩამონათვალში იყო სილაბუსები და მე საქაღალდეში მედო. არანაირი ზედმეტი დოკუმენტი გარდა იმისი, რა ქვია, ანკეტისა, არ შეუძლია ანკეტა, ხო?
ახლა ეს ქალი, რომელიც იბარებს საბუთებს, ხედავს, რომ ეს სილაბუსები მე იქ მაქვს, მე აი ამ ჩამონათვალით ხელმძღვანელობ და ვაწვდი მხოლოდ იმ საბუთებს, რომელიც ჩამონათვალში წერია. იმ ანკეტაში სილაბუსების ნაწილში არის მინაწერი. გთხოვთ დავურთოთ, რომელიც მე გამომწვევ მართლა ყველა კონკურსზე ადამიანი წინა კონკურსზე რაც მიმიღია მონაწილეობა ჩამონათვალით სარგებლო. ეს ქალი ყოველგვარი იმის გარეშე, ერთადერთი რაც მე მან მითხრა, ეს იყო რომ ჩემი სამეცნიერო კვლევების კონცეფცია სათაური ეწერა კონცეფცია მხოლოდ და იმისთვის რომ ჩემი კეთილდამწყობა გამოეხატა, იმიტომ რომ იცოდა რასაც აკეთებდა, მითხრა რომ იცით რა, ამას დააწერეთ მთლიანად სამეცნიერო კვლევის კონცეფცია და გამომიგზავნეთ იმეილით. და მე მას 26-ში როცა ვაბარებ საბუთებს, ვუგზავნი სამეცნიერო და ეს ჩემი ადვოკატის წინაშე Google Chrome-ში დაუვუწე სასამართლოში. აი ლოგიკა წარმოიდგინეთ, რომ მე ის მეუბნება რომ სილაბუსები მოიტანე, მე მას ვუგზავნი იმას რა ქვია სამეცნიერო კვლევების კონცეფციას და გარდა ამისა, თქვათ ესეც არ უთქვამს კონცეფცია, ის მეუბნება რომ ვერ გაივლი კონკურს სილაბუსებს თუ არა, მე მეუბნები რომ არ მოვიტან კონცეფცია. აი, რა დასკვნა შეიძლება გამოიწვიოს. მე მინდა აღიხსნათ პროცედურა, რაც თვალისწინებს და მე თქვენ თუ იმჟერეთ, მე პირადად, იმიტომ რომ მთელი ეს კამპანია იყო ჩვენ პირადად ჩვენს წინამდე მომართული ხო, რომ მე ვთქვი პოლიტიკური ნიშნით, ხო, სიმაგრით ეს ვერ გავიგე რა იყო ეს პოლიტიკური თქვენი, მე ვასახლები გერსამიას არა. აი ხო, ბოლო ის ნახეთ შალვარამიშვილთან და დიანა ტრაპაიძესთან. თქვენ საერთოდ არ მიხსენებით. აი ხლა ვიყავი ერთი კვირის განმავლობაში მიწვეული წავა. მე ვახსენებ მხოლოდ გერცამიას და დოლბაიას. აი ხლა ეს ბოლო ნახეთ. თქვენ საერთოდ არ მიხსენებით. კარგი, მე მაინც მინდა აღიხსნათ, რატო არავითარ შემთხვევაში არ იქნება მართალი თუ ამას ეს რაღაცაა მე უმეგერება, ხო? მინდა რომ ეს თემა მოიხსნას. და მე ვფიქრობ, რომ მაგ საკმარისი მეტსახუძველო ეს პოზიცია მქონდეს რა. აი წარმოვიდგინეთ რა. საბუთების მიღება დაიწყო როდის? 26-ში შევიტანეთ ივლისი? დიახ. ივლისი, კი ბატონო, ივლისი, ხო. პროცესი დაიწყო, დამთავრდა ივლისში, 26 ივლისს, ხო? მე დავინიშნე 15 თუ 16 აგვისტოს, 2016-ში, ხო? პრაქტიკულად პირველი რაც მე გავაკეთე, როცა აქ მოვედი, იმიტომ რომ ეს კომისია უკვე იწყებოდა, ხო? ჩავერთე უკვე ამ კომისიის უშუალოდ სხდომის მომზადების და შემდეგ უკვე უშუალოდ კომისიის პროცესში ეხლა თარიღები ამ წელს არ მახსოვს ერთი რაც მახსოვს 10 სექტემბერს როგორც მახსოვს უკვე გამოქვეყნდა შედეგები. უბრალოდ ჩვენ გავუგზავნეთ მე მგონი უკვე შედეგები აკადემიურსო შემდეგ ისინი ამტკიცებენ. შეიძლება თარიღებში მეშლებოდეს ეს ნაწილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე დავინიშნე 16 აგვისტოს. როცა ეს აი რაზეც თქვენ რეალურად დავა ხო? იყო დასრულებული. ეხლა როგორ მიმდინარეობს კომისია, თქვენ შეიძლება წევრიც იყავით, ოდესმე მე არ ვიცი. არა, არასოდეს მაშინ მეგეთქვით რა. არის კომისია, რომელიც მე არ შემეჩევია, ხო? როგორ მოვხვდი მე კომისიაში ეგეც საინტერესო, როდესაც იყო ეს მოლაპარაკების 2 თუ 3 კვირიანი პროცესი, რომ გავუშვით მე მოვიდოდი და დავიწყე თუ არა დეკანის თანამდებობაზე მუშაობას, იმიტომ რომ მე მაშინ ვერ მივეცი თანხმობა რაღაც ჩემი ისინი მქონდა გასაკვები. ბოლოს მივეცი ეს თანხმობა ბატონ სანდროს და ამის შემდეგ უკვე შევხვდი ჩომახიძეს იმის საერთოდ რაღაც ტექნიკურ დეტალებზე გვესაუბრა და მან მითხრა მე რომ არის ამჟამად დანიშნული კომისია და ნუ მოკლედ საკუთარ ჩამაყენა ამ საკითხის შესახებ. ხო, ეხლა თქვენ წარმოგიდგენთ ჩემი პოზიცია, ხო? ნუ მოვდივარ, უნდა ვიყო დეკანი, დანიშნული კომისია და მე თქვი მხოლოდ ეს ქალი, მე არ ვიცი თუ თავმჯდომარე ვიყო და არც არ მისი მოთხოვნა არ ქონდა, მე ვთქვი რომ იქნებ რაღაცნაირად ისე მოხერხდეს რომ მეც რამე ფორმით ვიყო ჩართული ამ კომისიის იმაში რა ქვია, მუშაობ. ეს არ ყოფილა სხვადასხვა მოთხოვნა, რამე არ კატეგორიული და არც რბილი მოთხოვნის საერთოდ არ ქონია, ხო? იმ შეხვედრაზე არაფერი, შემდეგ უკვე შევხვდი, როცა მე შტატი და რაღაცა სტრუქტურა მაინტერესებდა ეს თუ გადმოეცა, იქ მითხრა, რომ აი ჩვენ ვისაუბრეთ და თავმჯდომარე ხო არ იქნება კომისიის, რომ ნუ მე ვთხარი რა ვიცი, კი ბატონო თუ არაფერი პრობლემა არ არის, შემდეგ თავმჯდომარეც ვიყო. გავხდი თავმჯდომარე ამ კომისიის. ამ პირველი საქმე, რომელიც მე დავხდა, რეალურად იყო აი ეს რაც გითხარით, ხო, სხდომის მომზადების რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, მე უშუალოდ უკვე სხდომის ჩატარება საქმე მიმდინარეობდა. ას რაღაც აუდიტორია არის, მე ვსწორებში ხო, მეორე საფუძველი. ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ, მე მოვედი აქ
ფაკულტეტის წევრებს რამდენიმე კი ვიცნობ ეს კოლეგები არიან სხვადასხვა ასე ვთქვათ საქმიანობრივ შევხედოთ, მაგრამ არა ღრმად და არა კარგად და გასაგებია ეს ვივარაუდია რომ ყველას იცნობ. მით უმეტეს რომ მით უმეტეს არანაირი არგუმენტი მე არ მექნებოდა რომ შინაარსობრივ მხარეში რამენაირად ჩავრეული ხო? ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როცა მე შინაარსში ჩავერი დებატებში შევედი ერთ კონკურსთან, იმიტომ რომ გქონდა ამის საფუძველი, დამესვა კითხვები, მომესვირა პასუხები და შემდეგ კომისიას თავისი შრაბეშილება შექმნდა, ხო? ერთი არა, ორი შემთხვევა იყო ასეთი, მაგრამ ეს თემები იყო, რომელზეც მე ზოგადად ესე იგი მაინტერესებდა, იმიტომ რომ კარგად ვიცი ეს თემები და ეხლა სხვა თემების შეიძლება ვიცი, მაგრამ იქ არ შევსვლა, უფრო უყურებდი მიმართულების წარმომადგენლები რა პოზიციას დაფიქსირებდნენ, ხო და საბოლოო თუ პროცედურული პრობლემა არ იყო, ხო? ხალხი ექნებოდი ხოლმე მათ შევასწავლო გადაწყვეტას, ხო? ეს ხო ჩვეულებრივი პროცესი. როდესაც მოვიდა თქვენი პაკეტის გახსნის დრო, იცით ეს დალუქული პაკეტია და ხელით გაფრთხილებული ლუქსემბურგ წერილი, ხო? სადაც დაწევებული არის, რა ქვია, მემონი ეწერება, ყოველ შემთხვევაში ეს დალუქული პაკეტები, დალუქვის ეს საერთოდ რომ თქვენ წინ ლუქებოდოთ, თქვენ ხელს აწერთ, სადაც გადაკერვის, გადაწებების ადგილი სადაც არის, იქ ის მე არავინ არ გახსნას და უтконოთ არ დაკეთოს, ხო? ეს ამის არის რეალურად დალუქული კომენტი, ხო? გავხსენით დავიწყოთ ჩვეულებრივად გავლა ამ პაკეტისა, ხო? ეს ანკეტა, რომელიც თქვენ შეავსეთ, არსებობს ამ ანკეტის მეორე პირი, ასე ვთქვათ, მეორე ვერსია, რომელიც არის უშუალოდ კომისიისთვის, ხო? ეს იგივეა, უბრალოდ ცოტა ფორმა განსხვავებული, ამით არის თქვენი ერთში არის თქვენი პასუხები თუ ინფორმაცია მოცემული, მეორე მხარეს ეწერება ქულები ამ პასუხებს, ხო? კრიტერიუმების მიხედვით რაც არსებობს, ახლა მე ვერ ვიდავ ამ კრიტერიუმის შესახებ, ზოგადად შემიძლია ამაზე დავაცხადია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ წამს შემდგომად იმით რაც არის, ხო? იმიტომ რომ ეს არის პროცედურა, ეს არის დადგენილი წესი და ყველა არის ვალდებული ამ წესს მიიღოს, ხო? ეხლა რო არ დაგიმალოთ, იყო სხვა პრობლემები კიდევ თქვენ საკუთრებში, რომელზეც ჩვენ მაშინ ესე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მივინიჭებია. მე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არა, ხო? მაგალითად, იყო იქ წარმოდგენილი, მაგალითად რაც იყო ჩამოთვლილი საგნები, ხო? ჩვენ ვერ გავარკვიეთ, რომელი იყო სამაგისტრო, რომელი იყო საბაკალავრო, ხო? არ იყო მიიწევი. სამაგისტრო კურსია. ხო, მაგრამ არ იყო მიიწევი, მე თუ არ ვიცი. იმ კომისიაში ყველა რეზო ჯორბენაძე ნამდვილად იცოდა, ხო, არ უთქვა. ნინო დურგლიშვილმა იცოდა, იმიტომ რომ ახსოვს ეწრებოდა ამ კომისიას, მე მგონი ოზუტად არ მახსოვს რა. არ ვიცი. ხანა მოხდებოდიო, ხანა არ მე გახსენებადია იდეაში, მაგრამ ხარ მოხდით რომ მაშინ იყო როგორი პერიოდი, ნინო იყო ძალიან დაკავებული განათლების სამინისტროში, ამაში და ყველაფერს ვერ ეწრებოდა ხოლმე რა, ეს რეალობა იყო და კონკრეტულად თქვენზე არ მახსოვს ახლა იყო თუ არა. ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია რომ დავუცოთ რომელი სამაგისტრო, რომელი საბაკალავრო, ხო პრინციპში არავის იქ არ მოუწოდებია, ხო? მაგრამ ამასო თავი დავანებოთ, მოგვეწოდეს თუ არა, ხო პრინციპში არის ჩვეულებრივი წესი, ხო, რომ მივთითო, ეს არის. დავანებოთ ამას, ეს არ არის გადამწყვეტი ნამდვილად, ხო? მეორე იყო სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც თქვენ ქონდა წარმოდგენილი, ხო? რომელიც 6 გვერდი იყო ზედმეტი და ვერ წაიკითხა კომისიამ. არა, ის როგორ იყო? მე გეტყვით როგორ იყო. თავიდან 12 გვერდი იყო დაუნომრავი, ეს რამეს უძიმეს პრობლემა არ არის ცხადია და ამ 12 გვერდის ნაწილი იყო ორი სხვადასხვა სარჩევი. ორი სხვადასხვა სარჩევი ეს ახლა სიმპაკეთში და შეიძლება ნახო. მე ნახე სასამართლოზე დართული. ხო, ერთი ავტორი თქვენ საერთოდ არ ბრძანდებოდით. საერთოდ მეორე სარჩევი შეიძლება შეცდომით იყო იქ უბრალოდ რაღაც მიყვება. ერთი ნაშრომი ორი სარჩევი ვერ ექნება, ხო ბუნებრივია. მეორე სარჩევში იყავით 12 თუ 18 გვერდიანი სტატიის ავტორი. მაშინ როცა მთელი დანარჩენი რაც იყო თანდართული იყო საკმაოდ ხელტანიანი, ხო? მე ახლა ცხადია დავუცოთ ამის გადახედვა რომ აბა რამდენი არის, იმიტომ რომ თქვენი გვერდების გქონთ მითებული ანკეტაში, ხო, რამდენი. ეს ნაშრომი იწყება 40 ან 12 გვერდის მერე ვიძახინე, ხო? შემდეგ გვერდი მოდის 48-ე. ეს გრძელდება ჩვეულებრივ ისე რომ ჩავარდნა არცად არ არის. თავდება როგორ იცით, აი 93 გვერდი ხო არის და 94 გვერდი არის ნახევრად გადაღებული ქსეროქსზე, ანუ მეორე ნახევარი არ ჩანს, არ გვერდი არ ჩანს. და შემდეგ გრძელდება 92 გვერდით. ისევ. ეს არის ტექნიკური პრობლემა. მე ტექნიკური პრობლემები არის, ეს არ არის დაქცევრებული სტატია, ბატონო ანდრო. ეს არ არის დაქცევრებული სტატია, ეს არის ამობეჭდილი სტატია,
მე მქონდა ორი ვერსია ამ სტატიის, ეხლა ამის ახსნას აზრი არ აქვს. თავარი არის. ეს არც ის იყო გადამწყვეტი, რომ მე მინდა გითხრათ. კი, ეს არგუმენტები არის კომისიის დასკვნაში ესენი წერია, რომ 6 გვერდი არის დედმეტი. ეხლა სარჩევი თქვა, ხო? ნუ მინდა ბოლოს უბრალოდ მე ცხოვრობ იყვებით მე რა დავინახე იმ განხილვის დროს, ხომ რაც მახსოვს, სიტყვასიტყვით ეს არის, ხო? იყო ეს მომენტი, ნუ რაღაც ცხადი ამაზეც არ იყო ხა ეს გადამწყვეტი, ნუ ბოლო-ბოლო ნუ გასაგებია, რომ ერთ გასარჩევი შეიძლება შესდომით იყოს, გვერდები შეიძლება აერი ადამიანს, იმიტომ რომ იმ 99 და რო გრძელდება, მე მეორდება ჩვეულებრივად, ასე მივხვდით, რომ ის 94 რეალურად 94, იმიტომ რომ გამეორებულში დევს და დასაწყისი იგივეა და გავიგეთ რომ გრძელდება, ხო? მე ხავდება ანუ 113-ზე თუ რაღაცაზე, ხო? ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ გავიგეთ ეს გვერდების თანმიმდევრობა, თუმცა ვერ გავიგეთ ეს არჩევი რა იყო, საერთოდ ვერ მივხვდით ის ნაშრომი რეალურად რა იყო, იმიტომ რომ სხვა არჩევი ქონდა ზემოდან. იცით რა არის, ძალიან უცნაური. ორიდან ორივე სხვა არის, მაგას გეუბნები. ხალთან ერთად ჩვენ დავთვალეთ ფურცლები. მოკლედ ეს არის ჩემი პროექტი სოროსის, ესე იგი დემოკრატიულ ღირებულებათა ნაკვალევზე საქართველოში 12 ჩემი კონცეფცია არის და 12 მკვლევარი მონაწილეობდით და კონცეპტუალურად ჩემს სტატიას უკავშირდება ის ფოტოები და ის ქართველების და ევროპელების გამოთქმები საქართველოზე და ამიტომ მე გადავწყვიტე რომ ეს პრეამბულა რომელიც არ არის დანომრილი წიგნში გამერთო, იმიტომ რომ ადამიანს რომელიც ჩემს სტატიას დაიკითხავდა რელევანტური ვისაც არ ქონდეს ნაშრომი წაკითხული, ხო იმის გარკვევა იმაში რატო წარმოგიდგენთ რომ რთული იქნებოდა, ხო? არ იქნებოდა ეს რთული, არ ქმნიდა ეს სტატიას თუ წაიკითხავდნენ, აი ამ 6 გვერდს ამოიღებდნენ ელემენტად, რომელიც თურმე ზედმეტი იყო. სტატია შეიძლება ვერ წაიკითხო, თუ 6 გვერდი აკლია, ხო? თუ 6 გვერდის ზედმეტია სტატიას წაიკითხა, მაგრამ ნუ არ იყო აქ როგორ უნდა გეტყვით, რა შთაბეჭდილება იყო რომ ეს ნაშრომი რა წარმოდგენილი იყო, იყო მთლიანად თქვენი. იმიტომ რომ არ ეწერა რომ დაუშვებნება არქეოლოგიის ავტორი დაუშვათ, ხო? ან პროექტის ხელმძღვანელი. ეს იყო წარმოდგენილი როგორც თქვენი ნაშრომი და ის სარჩევის მიხედვით იყო 12 თუ 18 გვერდიანი ნაშრომი. იყო არეული, ეს მე თქვენ დავიქნერებთ საქართველოსთვის. სარჩევში არეული იყო, კი. მითითება გვერდების, ხო? აი ავტორი რომელი გვერდიდან არის. იქ იყო არეული, იმიტომ რომ მე ეს ნამდვილად ასე. მაგრამ ეს იყო გამომცემელი პრობლემა. სარჩევი არ იყო აკადემიური კონკურსის აქაც იყო გადამწყვეტი, ხო? აქაც შეიძლებოდა რომ ბოლო-ბოლო გავყურიყავით და გასაგები იყო რომ იქ მინიმუმ 12 გვერდიანი 18 მე ხო არ მახსოვს სტატია თქვენი 83 გვერდიანი არის სტატია, მთლიანად სტატია. სარჩევის მიხედვით არის 12-18 გვერდი. არა, ეხლა ნუ ის სტატია სარჩევის მიხედვით კი, მაგრამ სტატია ხო დევს დაბეჭდილი სახით, არა? ძალიან რთული გასარკვევია, რომ სარჩევი ერთ გეუბნება, მე ნაშრომში ვერ იგებ გვერდზე, რომელიც მითებული არ იწება ის სტატია. აი, ნელა გაფრინდაშვილის სადაც აწერია სტატიას, იქედან იწყება სტატია. სარჩევი არ არის მესმის დამაბნეველი გასაუბრება არსებობს მაგისტრის. არა გადამწყვეტი. რომ გავგარეთ. კი, რა თქმა უნდა, არა გადამწყვეტი, ხო? მაგრამ რაღაცა იმაზე მოქმედებს განწყობაზე კომისიის, იმიტომ რომ ყველაზე დიდხანს გავდიოდით თქვენს, იმიტომ რომ ხო, ნუ გაგიზიანდით, რომ ფურცელ დავითვალე მთელი სტატია რომ გაგვეგო ბოლო-ბოლო, ნუ სადიწყებოდა სათავდებოდა, ხო? და რაც იყო ყველაზე ესეთი ძიმე ამ საბუთებში იყო სილაბუსები, რომელიც არ იყო წარმოდგენილი, ხო? ეხლა როგორ არის? შეფასების აი ეს ფუნქციების ანკეტა მეორე რომელიც რომელთაც ხელმძღვანელობს კომისიას შედგება 4 ბლოკისაგან, ხო? თითო ბლოკში არის კითხვები, თემები, საკითხები, ასე ვთქვათ, ხო? და მე ჯამდება თუ რომელიმე ბლოკში კონკრეტულად მიიღო შეფასება დაბალი რაც ნიშნავს რაღაც არის ან არარელევანტურად წარმოდგენილი, ან სრულად არ არის წარმოდგენილი. ხო, მაშინ ისევ დადგენილება და არაჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის აკადემიური საკონსტიტუციო რექტორის ბრძანება, ამას არ მახსოვს, მაგრამ თქვენ ალბათ იცით, რომ სასამართლოზე ის ითვალისწინებს, რომ მაშინ უკვე გასაუბრებას დაბარება აღარ ხდება. ხო? იყო ეს. ეხლა რაც შეიძლება ჩვენ გქონდა თუ არა უფლება, რომ დავუშვათ თქვენთვის მოგვეცა მეტი დრო, რომ ესენი წარმოგვიდგინოთ. არ არის ეს, იმიტომ რომ ამის უფლება აქვს აპარატს. აი მაშინ როცა თქვენ აბარებთ საბუთებს. გასაგებია, მე მხოლოდ მაგაზე ვდავალ, ბატონო ანდრო. სასამართლო დავა ჩემი
არა ეხება არა იმ შეფასებებს, რაც საკონკურსო კომისიამ დადო. არამედ იმ მომენტს, როდესაც მე არ გამახვილე ბარნოვი და კომისიის თავმჯდომარე იყავით. იქ მე არ გასაგებია, მაგრამ მე გეტყვით რა. მე ვიკითხე, რომ კი მაგრამ რატო არის ასე? ხო? მაშინ მითხრეს, რომ ამაზე ამ ქალბატონმა რომელიც იბარებდა, ხო, გააფრთხილა ქალბატონი ლელა, რომელმაც უპასუხა რომ ეს განებაში ნახეთ ალბათ. ეს ამიტანეს მეორე დღესვე, უბრალოდ მაშინ მითხრეს, რომ არსებობს ეს წერილი. დააწერინეს. მეორე დღესვე ამოგი ეს და სასამართლოზე კიდე თქვენ. თუმცა ეს იყო იმ თარიღით, როცა საბუთებს ესწრებოდა. თქვენ ეს საბუთი არ გინახავთ. კომისიას ეს საბუთი აი ამ ხალის. მოგეთ ამ ხალის დაწერილი საბუთი კომისიას არ უნახავს. ეს თქვენ ნახეთ მეორე. მე კი. ხო, მაგრამ მითხეთ რომ ეს წერილი არის კომისიის იმაზე არის მომართვა და არის განმარტება, ხო? და ნუ მოუწოდება მას თქვენ ეთეკრებენ და კიდე თქვენს რომ კომისიამ ნახა ეს საბუთი. ანუ თქვენ ნახეთ, როდესაც ჩემს საბუთებს განიხილავდით კომისიაზე, დართული ქონდა ამ ხალის განმარტება. განმარტება მე მითხრეს ვარი და კომისიის შემდეგ მე ვიცი რომ შემდეგ დააწერინეს. ეს ვიცი ზუსტად. მაგაზე მე ვერაფერს ხო, ახლა თქვენ ამაზე ვერაფერს. ეს წერილი რომც არ არსებული იყო საერთოდ ბუნებაში, ხო? დახარვეზების უფლება აქვს აპარატს, მაშინ როცა იბარებს საბუთებს და მათ შეუძლია მოხდეს დამატებით 2 დღე, რომ ეს შეაძლოს. მე გეუბნებ რეგულაციას. ხო, რომ თუ დაუშვათ აპარატი თulis რომ რაღაც აკლია საბუთებს, აი როგორც ისხათ მაგალითად როგორც თქვენ ამბობთ რომ სათაურო შეცვალე, იმიტომ რომ ეს შეიძლება პრობლემა იყოს, ხო? იგივენაირად უნდა ეთქვა და როგორც მე მითხრეს, გითხრათ, რომ და თქვენი პასუხიც მითხრეს, როგორ ანუ თქვენ რატომ არ წარმოადგენთ ამის მიუხედავად სილაბუსები. მათ მითხრეს, რომ თქვენი პოზიცია იყო, რომ რექტორის ბრძანებაში ჩამონაცვალში ეს არ წერია და ამიტომ არ წარმოადგენთ. მაგრამ ტექნიკა როგორ არის, ხო? ანუ ტექნიკური მხარე როგორ არის, რომ რექტორის ბრძანებაში წერია ანკეტა და ანკეტაში წერია, რომ ეს უნდა დავუხდოთ. მოგეთ. გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ, რომ არანაირი ლოგიკა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვიღაცა კონკურსში რომ მონაწილეობ, გინდა გაიმარჯვო, ხო? პირველი დებულება ასეთი გვაქვს. ვიღაცა ადამიანი მოდის, რომ ვერ გაიმარჯვო კონკურსში, თუ ამ საბუთებს არ მოვიდა. აი რა ლოგიკა არის? აი ელემენტარული ლოგიკის ამბავია, ხო, რომ მე ეს საბუთები არ მოვიტანო. აი რა ლოგიკა არის ამ? ლოგიკა ბუნება შეიძლება არსებობდეს, ხო? ბუნება შეიძლება არსებობდეს, მაგალითად ის რომ თქვენ წინააღმდეგებით არსებულ წესს და გინათ ამის წარმოჩენა ან რაღაცა, ხო? ანუ ლოგიკა ეგ თუ ლოგიკას წავედ რაღაც ლოგიკა მოინახება, ხო? მაგაზე არ არის. მაგრამ ლოგიკა არ მოინახება, რომ ადამიანი მეუნება რომ ვერ გახვალ კონკურსში, თუ არ მოიტანე და მე არ მიმაქვს, ну მაშინ და გავიტანო საბუთები, ხო? თუ წესს ვეწინააღმდეგე. მაშინ რატო შემაგ? თქვენი განსაზღვრება ძალიან ელემენტარულია. შემაგლად დააყენეთ თავი და ისე ხო რომ იქ არანაირი სივრცე, ასე თქვა, ხო რომ რამე დამატებით ყოფილიყო, არ არის. ამის სივრცე სასამართლო. ანუ თუ თქვენ ეჭვდეთ არებად რამეში, ხო? თქვენ თუ ვინმეს, ხო? მე თავი პირველი ინსტანცია ხო უკვე შემაქვს. ამ შემთხვევაში პროცედურა რას ამბობს, ხო? რომ თუ გადაწყვეტილებას არ ეთახება, მე ვახაში ვიყავ მაგალითად, ვერ შევაჩერს არჩევი, ხო? იმიტომ რომ ესე იგი, აქ კიდე უფრო ძიმეთ არის საქმე. აქ პროცედურულადაც ვერაფერს ვერ მედავებიან. ხო, საერთოდ არ არსებობს არგუმენტი, ვერც ფორმალურ, ვერც არაფორმალურ არგუმენტს ვერ ამბობენ, ხო? ну შემაქვს ნახოთ რა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროცედურა არის ეს, ხო? მე მეორე რამდენიმე დღე იყო ალბათ გასული, ამის მე როცა ბატონი იაგოს ხოლმე მოსვლა, ვესაუბრე და უხარი ასე რაღაცა რომ გასაგებია რაც მოხდა, მე აუხსენი მას რატო სხვანაირად ვერ მოხდებოდა სხდომის ფარგლებში, მანამდე რაც იყო ის ჩემი კომპეტენციის გარეთ დგას, იმიტომ რომ მე მანამდე არ ვიყავ აქ თავმჯდომარე და საერთოდ არ ვიყავ ფაკულტეტზე და მე უთხარი ასე რაღაცა რომ თუ ქალბატონ ლელას უნდა სარჩელი შეტანა, ეს არის ხადია მისი უფლება, მაგრამ ამავდროულად მას შეუძლია ახლა ვიყოს მოწვეული ლექტორი. და პარალელურად შეიძლება ამ სარჩელი შეტანა, ხო? როგორ მე ვიცი და თქვენი შემოთავაზებაც ვიცი, იაგომა შემოთავაზა. მე თქვენი პასუხი მოვისმენე ტელევიზორში, რომ ეს იქნება თითქოს აღიარება იმ შედეგის, მე ამას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ თქვენ პარალელურად სარჩელი შეგავთ
ეს არ არის აღიარება, უბრალოდ სასწავლო პროცესში არ იქნება რამე დათანხმება. ნუ ეხლა ამას დათანხმება. იმიტომ არის ხო, საჩელი შეგა. კი, გასაგებია, მაგრამ ნუ რატო უნდა იმიტომ სასწავლო პროცესია ვერცე კიდე. თუ არა, გასაგებია, მაგრამ თუ მე სასწავლო პროცესს არ ვჭირდები, ხო, არ ვჭირდები, ეს თქო კომისია. კომისიამ თქვა რომ არა, ეხლა ეს ყველაფერი არის ლოგიკური სავარჯიშოები. მე ვამბობ, რომ პროფესორის დაწუნება აკადემიურ კონკურსზე ტექნიკური მიზეზების გამო ეს ნიშნავს, რომ არც სილაბუსზე ყოფილა იქ ლაპარაკი, არც მის აკადემიურ ხარისხს ხო და არ იყო წარმოდგენილი და არ აინტერესებდათ, ხო? მე მეცად გეტყვით, აი მაგალითად ასისტენტ პროფესორები იყო ძირითადად გახსოვთ თქვენი კომისიის კონკურსში, რამდენიმე იყო სულ ასოცირებული. ასისტენტებს არ მოეთხოვებათ სილაბუსებს წარმოდგენა. მე მგონი მარტო 2 იყო ისეთი, ვინც არ წარმოადგინა. ყველას ქონდა დამოკიდებული, და ყველა განვიხილეთ. ყველა. ეს იყო რა. ანუ ჩვენ თუ არ განვიხილეთ, უბრალოდ იმიტომ რომ არ იყო. და არა იმიტომ რომ არ გვაინტერესებს. რაზე ვლაპარაკობთ? ესე იგი მე უბრალოდ წელია და აი რეზო ჯორბენაძეს, ნინო დურგლიშვილს, კიდე ვინ იყო რა ვიცი, მარიამ გერსამიას, დოლბაიას, ეს ჩემი სილაბუსები მილიონჯერ აქვთ ნანახი. იმიტომ რომ სილაბუსების ტრანსფორმირება და რაღაცა სხვადასხვა მოდელებით დაწერა 2009 წლიდან 2012-მდე მოხდა 3-ჯერ. ყველას ნანახია ეს რამაც გეტყვით რა, უბრალოდ ორ არგუმენტს გეტყვით კიდევ. აი მაგალითად ჩვენ მოვცეულიყავით ასე, ხო? გვეთქვა რომ ხო არსებობს სამადამიანი სილაბუსი, მოგვიტანეთ რა და მოდი ის გამიხილოთ. თქვენ რომ გეჩივლათ ამის შემდეგ იქნებოდი მართალი და მოიგებთ რატო? იმიტომ რომ მე შეიძლება დღეისათვის მაქვს აპდეიტი გაკეთებული სილაბუსის, ხო და კომისიას არ აქვს უფლება იხელმძღვანელოს ძველი სილაბუსით. თუნდაც ის იყოს დაუბრუნდათ 3 თვის წინანდელი და 5 თვის წინანდელი. არა, მესმის, მაგრამ არანაირი აპდეიტი არა, მე მოვჩი სალექციო კურსს, ეხლა ივლისში გავაკეთე აპდეიტი და აგვისტოში შევიტანე. ეს არის, როგორ გითხრათ, აი უმარტივეს რაღაცა სინამდვილეში. მესმის, მაგრამ არ ლოგიკურად შეიძლება გასაგებია, მაგრამ მეორე არის უფლებამოსილება. ხო და მე არ მაქვს უფლება განვიხილო ძველი სილაბუსი, თან მით უმეტეს ის, რომელიც მე თვითონ მოვიპოვო. არანაირი უფლება არ მაქვს. გეტყვით, თქვენ ქონდათ კიდე დისკი წარმოდგენილი, ხო? იქაც ნახეთ, რომ შეიძლება არ არის ნაბეჭდ ვარიანტში, მაგრამ არის იქ. არ იყო ასე. ხო? ამიტომ იყო ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. ნაბეჭდ ვარიანტში არ იყო მოთხოვნა, რომ და დაგვერთო. ნაბეჭდ ვარიანტი უკაცრავად CD-ზე. არა, ხო, მაგრამ შეიძლება და ყოფილიყო შევამოწმეთ და არ იყო, ხო? ანუ როგორი სიტუაცია იყო? ხო გესმით ახლა რა, რომ იმ სხდომის ფარგლებში მსჯელობაც კი პრინციპში ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ აი როგორ მივყევით ჩვეულებრივად საბუთებს და იმ ერთ ბლოკში, სადაც აი ფორმალური ნაწილი იყო, ხო? დაიწერა შეფასება დაბალი, რაც იყო ლოგიკური იმ შემთხვევაში. მე ეს ყველაფერი ეხლა მეორე არგუმენტი მეკითხავთ. ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ ამის მიუხედავად სიტუაცია შორის არის ერთი ვაკანსია, 2 კანდიდატი, ხო? ერთ კანდიდატს აქვს ყველაფერი სრულად წარმოდგენილი, მეორეს არ აქვს. ამის მიუხედავად ჩვენ ამ გარემოების იგნორებას ვახდენ და კიდევ ორივეს ვეძახით დასაუბრებაზე, ხო ამ შემთხვევაში მას შეიძლება ეშილა. აბსოლუტურად. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ პროცედურული სწორი გადაწყვეტილება. მოკლედ, მე არ დავდავ იმაზე, თუმცა სასამართლოზე მე წარმოვადგინე იქ როგორ აქვს დათვლილი კეცბაიეს მონაცემები და რატო არის მისი მოსკოვის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მაღალი შეფასების ხილსი და ჩემი ლუნდის უნივერსიტეტთან და ბუდაპეშტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაბალი შეფასების. არა, დაბალი არ ყოფილა. ბევრი კრიტერიუმი აი კონფერენციებში მონაწილეობა და დაბალი შეფასება თქვენ სილაბუსში და ამ ერთი პუნქტისა ახლა დაგვიწყდა. არა, მე შევისწავლე ეს დეტალურად და უბრალოდ არითმეტიკის პრობლემები არის და მე სასამართლოზე ეს წარვადგინე, მაგრამ ნუ ახლა სასამართლო არაფერს აზე არ არის და მით უმეტეს ამ მათემატიკის.
ესე იგი მე დავობ სასამართლოში იმაზე რომ მე არ გაუფრთხილები ვარ სილაბუსის დართვასთან დაკავშირებით. მე არ ვდაობ იმასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა აპარატთან აქვს საქმე და ეხლა სააპელაციოში ეს ნაწილი გაძლიერდება. ამაზეა ლაპარაკი რა და ეხლა ჩემი სატელევიზიო გამოსვლები და სხვა რაღაცები უფრო მორალურ ამბებს უკავშირდება ვიდრე იმას რაც თქვათ დაკავშირებული არის იმასთან. მომართული პირადად ჩემ წინააღმდეგ ძირითადად. მე ხარ პოლიტიკა ვიცი თქვენ გესმოდა პოლიტიკის როცა თქვენს გვასწავლეთ თქვენ არ მოგისმენია არ ინტერვიუები დოლბაიასთან გერსამიასთან დაკავშირებით არ მოგისმენია ხო და მე ბოლოს იყო კი ბატონო მაგრამ ინტერვიუში მეგონი არ ყოფილა ადრინდელსაც ჩაგიწერთ და გამოგიგზავნით იმიტომ რომ ნამდვილად მქონდა ესეთი გამოსვლები მათ წინააღმდეგ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ეს ჩემი ამბავი გაკეთებული არის არა იმდენად თქვენი რამდენად გერსამიასი და დოლბაიასი იმიტომ რომ ისინი ჩემ გაგდებას გეგმავდნენ ბევრად ადრე მე თებერვალში გამითავდა ისა და რომ არა კვიტაშულთან ჩემი შემთხვევითი შეხვედრა უნივერსიტეტში მე ამას თებერვალში გამიშვებდი კონკურსამდე ბევრად ადრე ეს იყო დაგეგმილი ეს ვიცი მე ზუსტად და ეხლა ნუ ამაზე მე მაგაზე ვერ ვიდავ თქვენ ალბათ ბატონ სანდროს კითხეთ მე მაქვს ინფორმაცია ეს არის მე მაქვს აგეს ეს ინფორმაცია ანუ რაღაც ინფორმაციები ამ პროცესთან დაკავშირებით უბრალოდ მე მას გეუბნები რომ მე ამასთან დაკავშირებით არ და ვერ ვიდავ იმიტომ რომ ეს უკვე ჩემს პირად ასე ვთქვათ ინტერესებს და თუმცა ინტერესებს არ ცდილობენ მე მაინტერესებს ამ სიმართლეს დადგენა ნამდვილად ხო მაგრამ პირადად ეს მე არ შემეხება და ამიტომ არ შემოდივარ ამ დაბაში თქვენ თუ ამას არ გამომივიდა თქვენ თუ ამას მოახერხებთ და დაამტკიცებთ მე მივესალმები ამას ხლიან ხო თუ მივხვდით ამას ემატება ის რომ თქვენ გაცილებით უკეთად ისწავლეთ ეს არგუმენტები როგორც ეს უნდა დაამტკიცოთ ხო მე ხა დეტალები არ ვიცი ამისი ბევრი ეს არის და კი არა მე იურისტი მყავს ერთი და ბევრი კიდე სხვა იურისტები ხო არა პრობლემა იურისტები ხო ეს არის ეხლა რაც ეხება ამ პროცესს ჩემ შეხედულებას ხო არანაირი კავშირი ამას არჩევნებთან არ აქვს გესმით რომელს აი რაშიც ეხლა ჩვენ მონაწილეობთ 93 პროფესორიდან არჩევნებში მონაწილეობს 27 პროფესორი ხო 28 პლუს 7 სტუდენტი არის 35 ესე იგი 2800 ჩემი ჩათვლით ხო ანუ 27 პროფესორი ესე იგი 2800 სტუდენტიდან არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 7 აი რა არჩევანზე ვლაპარაკობთ ჩვენ ვინ ირჩევს ჩემს არის ისე იგივე რაც თქვენ შემთხვევაში ხო რომ არის პროცედურა ჩვენ თუ არ მოვწეს პროცედურა და როცა არ მოვწეს პროცედურა ხო ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და ხელი შეუწყოთ იმას რომ პროცედურა შეიცვალოს ლოგიკური სამართლიანი გამართული და შემდეგ მე თვითონ ამაზე ეს პროცესი რაც თქვენთან დაკავშირებით გააკეთა აკადემიურმა საბჭომ ხო რასაც გააკეთებს ჩემთან დაკავშირებით ეხლა ხვალინდელი დღე ხო ეს აჩვენებს ამ პროცედურის მანკიერებას აჩვენებს აუცილებლად ხვალინდელი თუ ნახოთ რაც გააკეთა ხო ნუ ახლა მე რო ვერ გავემარჯვებ ეს ხო იცით არა ეს არის ჩვეულებრივი რაღაცა მე ამ საბჭოში რომელიც ახლა არის მინდა გითხრათ ზუსტად რომ თქვენი მხარდამჭერებიც რო გამოჩნდეს ხვალ და შემდეგ არჩევნებზე ბარნოვი-2 ისევე შეაგროვებენ თქვენს წინააღმდეგ ხელმოწერებს როგორც ახლა აგროვებენ თქვენს მხარდასაჭერებს აი გეტყვით რატო იმიტომ რომ ამ ხალხმა ხმა მისცა ნოდარდოლ იმას რა ქვია ბელქანიას და არანაირი პროტესტი არ ქონიათ იმასთან დაკავშირებით რომ ამ ადამიანმა დაწერა ბელქანიას მე შევხვდი 1000 წუთი სულ ორჯერ არანაირი არ საქმიანი არანაირი კონტაქტი მე მასთან დაკავშირებით არ ქონია არ ვიცნობ ამ ადამიანს ზოგადად მაგრამ ის რაც მოხდა მასთან დაკავშირებით მე ამას არ ვეთანხმები ვინც არ უნდა იყოს თქვენ კი ასევე ამ პროცესის გარეთ გავარ ხო იმიტომ რომ მაგრამ მე რა ინფორმაცია შემიძლია გითხრათ არ ვეთანხმები მე ამ პროცესს ხო და მე
თქვენს წინამდელ პროცესს თქვენ მხარდასაჭერ პროცესს შეუერთდებოდი, ეს ადამიანები, ამ ადამიანებს რო პროტესტი გამოეთქვათ ნოდარ დელქანიას რაც უქნეს იმის წინააღმდეგ. შეუერთდებოდი ამ პროტესტს. მათ არ აქვთ მორალური უფლება გააპროტესტონ რამე, როცა არ გააპროტესტეს ის მათ მიერ არჩეული დეკანის ესეთი წასვლა. რეალურად როგორც მე ვიცი, ეხლა თქვენ გესმით რომ ამ პროცესის გარეთაც ვარ, ხო, ანუ ეს ჯერ იქნა გადაწყვეტილი მიღებული ბატონო დაკავშირებით და ჩვენთან შემოხმიარება მოხდა ამის შემდეგ, ხო? თქვენ კი არ გიკავშირებთ. თქვენ როდის მოხვედით ეს ფორმატი ძახინე. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მე მოვედი მეთქი რაღაცა ინფორმაცია მაქვს ამ პროცესთან დაკავშირებით, რაც რექტორისგან ვიცი თვითონ, ხო? და ნუ ეს შემიძლია გითხრათ, ანუ ჩემთვის რატო არ არის უცნაური რაც მოხდა. მე არანაირად არავინ იფიქროს, რომ მე ვეხები რაიმენაირად ბატონი ნოდარის ღირსებას, ეროვნული ღირსებას ამის სამეცნიერო კვალიფიკაციას ან ასე შემდეგ, ხო? მე რაც ვიცი არის შემდეგი. იცით ეხლა თქვენ ვარ რთული ფაკულტეტი იმაზრით რომ ნუ ფიქრობები ხო ზოგადად არის ისეთი მშვენივრად ახლა მე დავდიოდი ვასწავლიდი მე რაც ვიცი არანაირ დაწინაურებაზე და კაბინეტურ გარიგებებზე მე არასოდეს არ ვწულა მე მქონდა კომუნიკაცია სტუდენტებთან მქონდა ეს სილაბუსები და 6 წელი შევალია იმას რომ ქართულ ენაზე მქონოდა სახელმწიფოები და მე მაქვს ჩემი სტუდენტებისთვის წიგნის დონეზე ელექტრონულად ყველაფერი იყო ხელმისაწვდომი შეგიძლიათ კითხოთ ჩემს სტუდენტებს ხო? ამიტომ მე აი აქ რა ხდებოდა ვინ ვის რაზე უთანხდებოდა და რაღაც ამაში არასოდეს არ მიმეღია მონაწილე ხო მე რა ვთქვი ის თქვა მინდა რა ინფორმაციაც მე მაქვს ხო რას ამბობს ეს ინფორმაცია რომ არსებობდა სერიოზული უკმაყოფილება ბატონ ნოდარის როგორც დეკანის მიმართ ხო კიდევ ერთხელ გეუბნებით მე არანაირად მის ღირსებებს არ ვეხები მე ვიცი რომ ის არის ძალიან კარგი ლექტორი მე ვიცი რომ ის არის ძალიან კარგი მეცნიერი თარგმნეს ამბავი ხო გახსოვთ არა ხო არ მახსოვს ვიცი ხო თუმცა ვიცი ხო არა მარტო სტუდენტების მიმართ ისა მხრიდან იყო ასევე ლექტორების მხრიდან აკადემიური ფაკულტეტის ავტორის წარმომადგენლების მხრიდან და როგორც მე ვიცი რექტორთან იყო ძალიან ხშირი მიმოსვლა აი ამ პრეტენზიებით ხო რის შემდეგაც მიიღო რექტორმა ეს გადაწყვეტილება რომ დალაპარაკებოდა ბატონო დარს და აეხსნა მის სიტუაცია რომელიც ალბათ მან თვითონ იცოდა და ნუ ხაი არ ვიცი რა ფორმით უთხრა რომ დაწერე განცხადება თუ უბრალოდ აუხსნა და მე რამ თვითონ მიიღო თუ როგორც იყო მაგრამ არსებობს ერთი ძალიან მკვნეული მექანიზმი სადაც საქმე არ მისურვა და ზოგადად არ არის ლამაზი როცა მიდის ხო თუ არსებობს დიდი უკმაყოფილება დაუშვათ საფრთხეში ფაკულტეტის საფრთხეში ხო ფაკულტეტის საფრთხეს აქვს მექანიზმი რომ 1/3 მოითხოვოს დეკანის გადაყენება ხო არავის არ უნდა აქამდე მისვლა თუ რექტორმა დაინახა ეს დინამიკა რომ შეიძლება აქამდე მისულიყო შეიძლებოდა იდეაში გასაუბრებოდა დეკანს და აეხსნა სიტუაცია და ეხლა რომ შეიძლება აქამდე მივიდეს საქმე და იქნებ რაღაც ხანად გადაწყვეტოთ ხო მე ვიცი რომ იყო ეს მოყოფილება ეხლა რამდენად ასე იყო ასე არ იყო ამას ალბათ ფაკულტეტის საფრთხის წევრები და ბატონო ნოდარი თვითონ ისაუბრებენ მაგრამ ის ინფორმაცია რაც მე მაქვს ის გამოც ეს გადაწყვეტილება თავის დროზე და პრინციპში არც ეხლა თუ ეს მართალია ხო უცნაურად არ მომეჩვენა და არ მეჩვენება იმიტომ რომ მე ვხედავ რომ არის დაუშვათ ეს თულია ფაკულტეტის მართვა ხო თუ მთელი დღე და ღამე არ დაუთმე ამას და კომუნიკაციას და მაინც შეიძლება იყოს პრობლემები ხო დიახ გასაგებია მე პირველად მე ხო ეს არის მიზეზი რის გამოც ხო რის გამოც ხომ ეს მე გავიგე მანამ სანამ დავინიშნე როცა პროფესორს ამის შესახებ არ უთქვამს მანამდე ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი და რამე საჯარო შეხვედრები ვიცი სადაც ისინი ერთადერთი შეხვედრა აი ვიცი სადაც მე მგონი მაშინაც მარნეჩიტაშვილი ამბობდა რომ აი ეს სახსრები მოკეთ როგორი ხარჯება და რა ხდება მე რატომ მოვხდი იმ შეხვედრაზე იმიტომ მე არა ვარ ფაკულტეტის საფრთხეში აი რომელიც იყო ადრე და იქ იყო ლაპარაკი რომ რა ხდება ამ თანხებთან დაკავშირებით საჯარო ერთადერთი შეხვედრა მახსოვს და ეხლა ფარულად ვინ ვის ხდებოდა მე არ ვიცი ამის შესახებ ამდენი ხო არა მოკლედ ფარულად არ ვიცი იმის რომ რექტორთან თუ ვიღაც შედის ეს ფარული არ შეიძლება ამას დაარქვა
უბრალოდ რა არის როცა ერთი მესამედი ამბობს რომ სერიოზული პრობლემები არის იმაში ხო მან ეს უნდა განასაჯაროოს ხო ახლა მე არა ვარ ფარული გარიგებების მომხრე ხო ეს გარიგება მე ნამდვილად ვერ უყურებ ხო ნუ მე ისიც არ შემიძლია გითხრათ რომ იყო მესამედი მაინც და მაინც ან რაღაცა მაგრამ ნუ შეიძლება იყო რაღაცა ის რაოდენობა რომელმაც ბეტოს აფიქრებინა რომ დინამიკა შეიძლება აქამდე განვითარდეს ხო იმიტომ რომ სხვა არგუმენტი რის გამო შეიძლება მოთხოვო დეკანს დაწერილი განცხადება წავდი ან ურჩიო და უშოთ ხო ხა მე არ ვიცი რა ფორმით მოხდა ეს საუბარი მე არ ვიცი მაგრამ ეს ინფორმაცია რაც მაქვს უშუალოდ რექტორისგან ეს მაშინ კიდე როცა სუპირულად ვისაუბრებ და მან ამიხსნა მიზეზი რატო უნდა და უშოთ დეკანის შეცვლა ხო იყო ეს ახლა ხო გესმით რომ ეს ყველაფერი საჯარო სფეროს ეხება და ეს ყველაფერი საჯაროდ უნდა ხდებოდეს არასაჯარო სივრცეში სხვა რამეებსაც ამბობენ რომ სანდრო კვიტაშვილმა დაიბარა ნოდარ ბელქანია და უთხრა მაქვს ინსტრუქტაჟი მიღებული რომ უნდა წახვიდე და ამიტომ უნდა წახვიდე მე მაგას ვერ გავიგე ვიცი ხო იმიტომ რომ ამ ეს მე საკითხი არ არის ეს არის საჯარო საკითხი რომელშიც ჩვენ ყველანი უნდა დავწუნდეთ იმიტომ რომ საჯარო პირი გამოდის საჯარო ინფორმაციას ამბობს ხო ეხლა ის რომ ჩვენ სადღაც ჩუმად შევხვდებით და ეს არ არის საჯარო საკითხი აი ამაზე ვამბობ შეხვედრას ვერ ვართ წერანს გითხარით ხო ეხლა როცა რექტორი ესაუბრება დეკანს ეს არ არის ჩუმი შეხვედრა არ თუ დაუშვათ უნივერსიტეტის რომელიღაც პროფესორი მიდის რექტორთან და რაღაც ეუბნება ეს არ არის ცუდი შეხვედრა მე ვიცი მაგალითად რამდენი პროფესორი რომელიც ასევე იყო გადასული რექტორთან და ჩემს მიმართ რაღაც პრეტენზიები ჰქონდა და ეს რაღაცაც იყო ხო რაღაც ორი თუ რაღაც სამი პროფესორის შესახებ ვიცი ახლა არის კიდე შეიძლება ყოფილა ხო ანუ ეს არ არის დამალული და რაღაც ეს უბრალოდ შიდა საუნივერსიტეტო პროცესი ნაწილია ეს არის საჯარო მას შემდეგ თუ უნდა გადაწყვეტოს საჯარო ბატონი ნანდრო ეს ყველაფერი არის მე ეს პროცედურა ნამდვილად არ ვიცი კი მე გონია რომ ეს არ არის განსაკუთრებული იმიტომ რომ თუ არის საქმელი რაღაც ეს ფაკულტეტის გამოვიდეთ მოვიყვანოთ ეს ნოდარ ბელქანია და ვუთხრათ რომ აი ესეთი რამე ხდება გვაქვს ეჭვირო თქვენ ფაკულტეტის ფულს იდეთ ტიბეში და ამიტომ ნუ აი ჩემი აზრით ესე უნდა მოხდეს. მე სულ გეთახმებით მე ხარ რაც მოსვლის შემდეგ რაც ნახე, ხო ეს იყო ნუ ტოტალური მისმენეჯმენტი. ხო ნუ აი ისახე ასახული არის ყველაფერი. სტრუქტურაზე, შტატზე, ფუნქციების დელეგირებაზე, ნუ რომელიც საერთოდ არ ხდებოდა რეალურად, ხო? არაფერი არ ხდებოდა. და ისიც ვიცით, რომ აქ ხალხთან დოლბაია უფრო მეტად იყო მართველი იმ პერიოდში, ვიდრე ვინმე სხვა, ხო? და ესეც არის რა არგუმენტი, რის გამოც შეიძლება დეკანთან კონდეს რა პრეტენზიები, რომ ხო თუ დეკანი ხარ? მაშინ ხო, მაშინ უნდა მართო. თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით და მე ბატონო დართან მქონდა მე შეხვედრა, რაღაცა გაგონბარების სავით რომ ასე შეცაიხსნა. მე მის შესახებ ვიცი ბევრი კარგი რამე ძალიან და ბატონო ისება არანაირად არ უკავშირდება ის რასაც ახლა დავუშვათ ამბობ ფაკულტეტზე არსებულ რაღაც მენეჯმენტის პრობლემებზე ხო იყო სამწუხარო რეალობა როცა ვიღაცები ახერხებდნენ არ ვიცი მე ან ზოგი ვიცი ზოგი არ ვიცი ხო მაგრამ ეს ყველაფერი არის ფორმალური და არა დოკუმენტურად დასაბუთებული ამ ეტაპზე თუმცა ეს პროცესი შეიძლება დაიწყოს ხო ანუ რეალურად რა ხდებოდა ვინ მართავდა ფაკულტეტზე როგორ ახერხებდა ამას ხო ეს არის სწორედ გოლბაია გერცამიან როგორც თქვენგანეთ ხო თუ მე ჩემთან გასაგები ის მიზეზი რის გამოც შეიძლება დეკანი შეცვლილი იყო აი ამ ფორმით როგორც შეიძლება კი აბსოლუტურად გასაგებია მაგრამ ნუ რაც მანამდე რაც თქვენ მოყევით ეს რაღაცა სიარული რექტორთან და რაღაცა ეს ფაკულტეტზე უნდა მოხდეს ამ პროფესორებს უნდა გაეკეთებინათ ეს ყველაფერი მე გეთახმები საბჭოს წევრებს მაგრამ მე არ ვიცი დამალული თუ იყო ბატონო ნოდარიკა შეიძლება არც იყო დამალული ისე ხდებოდა ხო მაგდენი აღარ ვიცი რა ხო მე ჩუმი შეხვედრა უნივერსიტეტ რთული ის თქვენ ხო ნებისმიერ შეხვედრა ხდება საჯარო ამიტომ ასე ხო არა საჯარო რომ შედის ვიღაცა კაბინეტში კი მაგრამ ის რა ხდება შინაარსობრივად ეს ხშირად იმაა ხო მე რაც შემექება აგერ ვიძახე რა შენ ახარ ბატონო დარი სამძელო შოულობ მუშაობასთან ახლა თუ რამე საფრთხეა რო კითხვის ხო ეს ხოდი საფარია ეხ აუდიტი უნდა ჩატარდეს ვალიდელი როგორ მოხდება რა აუდიტი უნდა ჩატარდეს ყველა ფაკულტეტში ვალიდელზე არ ვიცი მაგით რა მოხდება იმიტომ რომ ახლა ვინც არის ჩემ ხარდაჭერი ზოგიერთი არა ჩემ ხარდაჭერი მაგრამ რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება გააცხადებას მე როგორც ვიცი საერთოდ არაფერები მივიდნენ და აბსოლუტურად ეს არ შეიძლება საერთოდ ჩაიშალოს და ასე მაინც დაფიქსირდეს ის პროტესტი
რაც არსებობს, ხო? ხოთაშორის საინტერესო რაღაცა მოხდა, და როგორც მითხრეთ, თავიდანვე ბრძანდებოდით ამ შეხვედრაზე, რამდენიმე დღის წინ რო იყო, სადაც ეს ვიდეოები ვაჩვენეთ, ჩანაწერები. თავიდან იყო და წავიდეო, როგორც მითხრეს, მალეო. იქ მიმართვა მიიღო ფაკულტეტმა, ეს არის ფაკულტეტის საბჭო მხოლოდ, ხო, იქ იყო ასევე სხვა პროფესორები და ასევე სტუდენტები. იქ იყო რაღაც დებატებით, მე სხვადასხვა თავიდან რაღაც ორი სიტყვა ვთქვი და გამოვედი, აღარ დავწერდი და მე უკვე როცა რაღაც კითხვა-პასუხი იყო, მე ჩავედი. და გავგზავნეს აკადემიური საბჭოს, რომელიც პარალელურად მიმდინარეობდა. იქ იყო საკმარისი ფორუმი იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვლილიყო. მათ შორის იყო საკმარისი რაოდენობა ხალხისა იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლისას ხმა მიეცათ, მაგრამ თავსახაურად კენჭისყრაზეც არ დადგა და ბატონმა ზურავმა დავითაშვილმა, რომელიც მას გადაიტანა ეს მიმართვა. ხო, ვერც კი მოაკეთხა ბოლომდე ჩაკითხვა, იმიტომ რომ არ მოусმინეს და გააჩერეს. არაფერი, ეს არის პრინციპულად ის, რომ ანდრო არ უნდა იყოს. ანდრო არ უნდა იყოს, ალბათ ძირითადად ორი მიზეზის გამო. ერთი ალბათ ის, რომ ეს მე როგორც ვიცი თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, ანუ სავარაუდოდ თვენახევრის წინ, უფრო ალბათ ერთვის წინ, როცა ბატონი ჯორდანაძის კანდიდატურას გადაწყვეტა. მაშინ იმიტომ რომ ერთ საუბარში მან მითხრა მე საინტერესო რაღაცა და ბატონი რეზოლუციის ხება. თქვენი მოადგილეა, ხო? მოადგილეა, კი. ჩემი მოადგილეა და ეს არის ადამიანი, რომელთანაც მე ამბლოდ ვაპირებდი ესე გუნდში, ასე ვთქვათ, რაღაცებს გაკეთებას. პირველობით შევქმენი ამისათვის, მაგრამ ასე მოხდა, ხო? და მე რო ვკითხე, რომ კი, მაგრამ 10 დღეა მესმის, რომ შენ უნდა იყო კანდიდატი ხეთო არ იძახი ამას, ხო, ეს ხო პრობლემა არ არის, ხო, თუ გინდა და დამთავრდა, ხო? რატომ ვიგებ სხვისგან, როცა ჩემი მოადგილე ხარ და მუშაობთ ერთად, ხო? ნუ ძალიან ის უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და მითხრა, რომ იცი რა, ანუ ეს არ არის ჩემგან, ეს არის დიდი ზეწოლა და დიდი მოთხოვნა ჩემზე და მე ვთქვი, კი, მაგრამ რატომ? აი მიზეზი რა არის, ხო? იმიტომ შენ არაპირებდი აშკარად ეს სურვილი არ ქონდა, იმიტომ რომ დაწყმა შევარგულოთ უნივერსიტეტზე. ასეთი პასუხი იყო, მეგონი წამოწდა უფრო, მაგრამ ნუ აი ასეთი ის იყო რა ქვია, ფორმულირება ასეთი გააკეთა. რა ნუ მე გამეცინა ხო მაშინ არაფერი, ნუ ხარ წარმოდებული სურვილი გამიტანხმდა ჩვენი საუბარი, მაგრამ ლოგიკა რა არის, ხო, რომ აი და იმ აქციების და იმ გამოსვლების შემდეგ რაც შენ წინააღმდეგ იმართებოდა და არგუმენტი იყო ის, რომ მე თქვენ პოლიტიკურად გდევნით, ხო? როგორც ჩანს, აკადემიური საბჭოს იყო. სანამ თქვენთან მოვიდოდნენ სტუდენტები, უფლებადამცველები, უნივერსიტეტზე იყო და თქვენთან რომ მოვიდნენ, მე აბსოლუტურად, ნუ ახლა თუ მენდობით სიტყვაზე, მე ამ პროცესებს არ მართავდი. აბსოლუტურად ამ პროცესებს არ მართავდი და არ მჭირდება მე საერთოდ რამის მართვა და სწორედ ამ პროცესის განსაჯაროებას ვითხოვდი იმის გამო რომ ვერავინ ვერ თქვას რომ ვიღაცას მართავს ხო და რომ საჯაროდ გაგვეხადა ეს პროცესი მაგრამ არ გამოვიდა თქვენ ხო ხედავთ რომ ეს აკადემიური საბჭო რომელიც კოლექტიურად გიჭერდათ ხარს შემდეგ არა კოლექტიურად არ დაგიჭირა აკადემიური საბჭოს არ დაუჭერია მხარი თქვენ ახლა ის თავის პროცედურა რექტორი ნიშნავს 6 მაქსიმუმ 6 თვით მოვალეობის შემსრულებლად და შემდეგ ფაკულტეტის საბჭო ირჩევს ხო ნუ იმ დათქმით რომ შუაში კიდე გასაუბრება თუ დაკითხვა რომ თქვენ უწოდეთ არის იმასთან აკადემიურ საბჭოსთან ხო ეს არის პროცედურა რა გასაუბრება თუმცა იგივე გერსამიას რომელიც გამოდიოდა ასეთი გაცხარებით ჩემ წინააღმდეგ სულიად უარ გერსამიამ როგორ დამიჭირა მხარი აი მაინტერესებს აკადემიურ საბჭოზე როგორ დამიჭირა მხარი მას აქვს განცხადება გაკეთებული ადრე რომ რა პრობლემაა და უშუალოდ იგივე დოქტორის საკითხი იყო რა დოქტორი არ არის ამ მე არის ხო წესდება არის ხო ეს ახლა გახდა პრობლემა ხო ხო ახლა პრობლემა არის აი ნუ ახლა ისეთი რაღაცები ხდება რომ ნუ უბრალოდ არა ხო ეს ნუ არ არის ახლა ეს ჩემი აზრით ეს პატრიოტული დამოკიდებულება საქმისადმი უნივერსიტეტისადმი მე იმაშინე რომ ასეთ ადამიანს უფლებაც არ აქვს აკადემიურ საბჭოში იყოს ყოველ შემთხვევაში აკადემიურ საბჭოს აბსოლუტურად შეეძლო რომ მიეცა ნებართვა თქვენთვის არჩევნებში მონაწილეობის, ხო? არანაირი წინააღმდეგობა არ იყო. არანაირი და მათ არგუმენტი არ აქვს. არაფერს. აბა რატო არ მოგცათ მოთხოვნა? საერთოდ ნულოვანი არგუმენტია. არც ფორმალური ვერც იქნება, იმიტომ არ არსებობს, ხო? მაგრამ არც არაფორმალური, ანუ რაღაც არა შინაარსობრივი, რაღაც ნაწილიდან გამომდინარე მაინც რაღაცა პრეტენზია ჰქონდეთ, ხო? არ შეიძლება თქვენ ნახეთ ის ვიდეო, თქვენ ხო შეგიძლიათ იმჟეროთ, ხო? იქ არის თუ არა რამე ისეთი, რის გამო შეიძლება დაბლოკო კანდიდატი.
შეიძლება არ დაეთანხმო სიტყვაზე ვიძახი ხო თუმცა კითხვა პასუხი რაც იყო ის საერთოდ გაცდა იმ ფარგლებს რაც აკადემიურ საფუძველზე დასაშვებია იმიტომ რომ დოკუმენტაციაში არ არის წარმოდგენილი არც ბიუჯეტი ხო და არც რაღაც სხვა საკითხები ეს არ არის იმიტომ რომ აი წარმოვიდგინოთ რომ მე გავაკეთე ისეთი ბიუჯეტი რომელიც ძალიან მოწონს აკადემიურ საფუძველს მაგ შემთხვევაში სხვა კანდიდატები თქვენ მაგალითად მეორე კანდიდატი ხო დისკრიმინაციულ ვითარებაში ვარდება ასევე თუ წარმოადგინე ისეთი რომელიც არ მოწონს საფუძველს მაგ შემთხვევაში უპირატესად თქვენ ხარად გამოდის ხო და თანაბარი თანასწორობის თანასწორ პირობების ჩაყენების პრინციპი სრულად ირღვევა ამიტომაც არ არის მოთხოვნილი ამას ლაპარაკი საერთოდ ყოფილიყო შეიძლება ეკითხოთ რაღაც პრიორიტეტების შესახებ შეიძლება კითხვები დასმულიყო მაგრამ ამას გადაწყვეტილებაზე გავლენა არავითარ შემთხვევაში არ მოეხდინა თან ამას ემატება ის რომ ახლა სამდე მართალი ვარ იმ იურიდიულ დაკავშირებით რაც ვამბობდა მართლა პირველმა მე დავიწყე ამას ღიად ლაპარაკი და კალკულაციის პრობლემა ცენტრალურ ადმინისტრაციას სამწუხარო და შემოსავლებს ვერ ითვლიან კიდე ბატონო არა ბიუჯეტზე მე არაფერი არ მქონია კონცეფციაში არის და ჩემთვის არც უკითხავთ ბიუჯეტო ნახეთ არა ბიუჯეტი შეკითხვები არ ყოფილა და ნუ ახლა არც გვევალებოდა რომ რამე ბიუჯეტთან დაკავშირებით გაკეთებდა არანაირად არც მე მათ შორის არა მაქვს თქვენ არამედ არც მე კითხვები შეიძლებოდა იმიტომ რომ მოქმედი დეკანი ვარ თუ იმას ინტერესებს მაგრამ ამას დაყრდნობით გადაწყვეტილება იყო მხოლოდ დაუშვებელი თუ იყო არც იყო ამას დაყრდნობით გადაწყვეტილება ხო გადაწყვეტილება იყო ერთი მიზეზით რაც დავიწყეთ აღარ რომ სავარაუდოდ რაღაც პერიოდის წინ ხალხო თავარ მოხარიხი მაგრამ თქვენ ნახევარი იქნება არა უმეტეს აი როცა დააყენა ბატონმა როცა გამოიკვეთა რომ ბატონერაზო აპირებდა აი ამისი კანდიდატურის დაყენებას აი ეს პერიოდი ხო ალბათ აი დედლაინი ქონდა ჩვენ 3 დეკემბერს იქამდე შეიძლება 1-2-3 კვირით ადრე აი ეს პერიოდი დაახლოებით იქ მოხდა მოლაპარაკება რომ მოდი შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი რომ აი არც ლელა არც ანდრო და რომ ვერაფერი თქვას ხო ეს ვარიანტი და მეორე ეს კი დაამძიმა ეს არა მე ვიცი რომ დოლბაია უნდა ყოფილიყო და ხა დოლბაია იმდენად არ ხო იმდენად წარმოუდგენელი იყო და მან შვენივრად იცოდა რა მოხდებოდა ამასთან დაკავშირებით შეარჩიეს რეზო ჯორბენაძე უბრალოდ სამი გამოდის და ჯამში ეგეც უბრალოდ გამოვიწყო იმ პროექტის არგუმენტია ერთი აკადემიურ საბჭოზე როგორც ჩასეს ან მის ნაწილში ამ ეს მოლაპარაკება არსებობდა იქ თუ დაუკვირდით კითხვა-პასუხს სრულიად აშკარა რომ წინასწარ გადაწყვეტილი აქვს ხალხთან რაღაცას პულით მოთხოვლა არა მე ვიგძენი მე გასაუბრებაზე ვიგძენი რომ ჩანაფიქრი რაღაც იყო მეორე რა თქმა უნდა კოლექტიური მხარდამჭერების მხარდაჭერის წინააღმდეგი ვარ ეხლა საერთოდ ეს მექანიზმი უნდა ამოვიდა არგუმენტირებული უნდა იყოს რატომ მომცა მე ყველა ხმა და რეზო ჯორბენაძეს და თქვენ ვინც არ მოგცეთ იმათი არგუმენტები უნდა ეწეროს როცა კონკურსია ლაპარაკი ხო რა არის ეს კოლექტიური მხარდაჭერები აი არ ვიცი ნუ ვიცი უბრალოდ ვიცი ახლა უკვე და არა ურმოგვით არამედ კონკრეტულად ხო და მესამე იყო ბიუჯეტი რა ანუ ერთი აი ზოგადი განწყობა და შიში რომ აი მე ახლა კიდე რაღაცა აქციები არ დაიწყოს ნუ იქნება გუნდი ხო მეორე ის რომ აქ შიგნით და უბრალოდ არის ორი ადამიანი ხო გესამეა დოლბაია რომელიც აწყობს ეს სქემა და აი იმ შიშების გასახალხებლად ეს სქემა წარმოადგენს აბსოლუტურად ლოგიკურია და მესამე არის ბიუჯეტი იმიტომ რომ ეს ძალიან ძიმე თემაა იმიტომ რომ მე ვიძახი რომ 9 მილიონი არის დამატებული ბიუჯეტში რომელსაც თქვენ მალავთ ხო და ეს მარტო შემოსავლების ნაწილში და იმის გარდა ხარჯის ნაწილში და საერთოდ მარტო პრინციპებში ფულზეა ხო ფაკულტეტის ფულზეა შემოსავლების ლაპარაკი ფაკულტეტის შემოსავლების ნაწილზე უნივერსიტეტის შემოსავლებში ხო და ამის გარდა იქ არის მენეჯმენტის ზოგადად პროცესი მაგრამ ისეთი უცნაური და საოცარი დამოკიდებულება როცა ცენტრალური ადმინისტრაცია თქვის რომ რაღაც იერარქიული დამოკიდებულება უნდა იყოს და თუ ერთ და იგივე ფუნქციას ასრულებს ორი ადამიანი მაინც აუცილებელია რომ ცენტრალურ ადმინისტრაციაში იყოს მეტი ხელფასი და ფაკულტეტზე დაბალი და პირდაპირ მომიწოდებს ერთ-ერთ წერილში ბატონი ჩომახიძე რომ მე დავარღვიო წესდების მოთხოვნა და ჯერ მას შეუთანხმო ბიუჯეტი და მე ფაკულტეტის საფუძველზე გავიდა ნუ ასეთ საოცრები გამოაქვეყნეთ ჩვენს წერილები ნახო შეიძლება რა ნუ მოკლედ რა როგორც არის აი ეს სამი არგუმენტი დაერთო ერთმანეთს და აი ესეთი შედეგი მოგცა მაგრამ ნუ ხვალ ნახოთ ახლა მე რაც მაქვს ინფორმაცია მე თავიდან ვთქვი რომ მე ამ პროცესში არ ვერევი იმიტომ რომ ჩემი საქმე თავზე ისაცა მე წარვადგენ კონცეფციას და რაღაცებს ვაკეთებ და ხალხი ხედავს და უფრო რა ხდება და რა ხდება ხო და ყველა თვითონ შეუძლია იმჟელოს მე რა მოწონს და არ მოწონს და ასე ან შეიძლება ფაკულტეტის გადაწყვეტი მე ვიცი რომ ძალიან დიდი ნაწილი არის იმ სამას აპროტესტის საერთაშორისო
არჩევნები რომ ჩაიშალოს ეს არჩევნები, ხო? ნუ რამდენი ფაკულტეტის რამდენი წევრი გაიცავს ამ პოზიციას, ეს გამოჩნდება ხვალ. კი ბატონო, მე უბრალოდ ვიცი რომ ახლა მე ნამდვილად ვერ გავალ, ვიცი, იმიტომ რომ ჩემთან შეხვედრი სურვილი არ გამოუთქვამს, ნუ რაღაც 6 სტუდენტ შევხვდი ამ სოციუმჯიდან, სხვა შეხვედრა არ შედგა, ნუ ახლა აქ რაღაც არჩევანის გაკეთებაზე თუმცა არჩევნები ლეგიტიმური იქნება, რომ იმაზე თუ კვორუმი შედგა ლეგიტიმური იქნება, ხო და ნუ შევხედოთ რა მე მიმაჩნია რომ ეს არის პროცესი და მე არ ვაპირებ რომ ახლა ხვალ დავსვა წერტილი და მივიღებ ამ ყველა ამ პროცესში მონაწილეობა. აქ ვაპირებ იმის მიუხედავად ხვალ იქნება და მით უმეტეს დავჭი. დიახ. ნუ 21-24 არის ორშაბათი, ხო? ორშაბათთან ძალიან ენერგიულად შევუდგები ამ პროცესის დალაგებას და ეს არ იქნება პროფესორის პროცესი, რომელიც ჩაიკეტება ან ფაკულტეტის საბჭოში, ან ფაკულტეტზე. ხო, ეს იქნება მთლიანად საუნივერსიტეტო პროცესი და თან საჯარო. და ეს პროცესი მივაპოვებდა და ძალიან მალე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი და არა მარტო მე, არამედ ბევრმა ვიცით რა არის საკეთებელი და მე გახსნილი ვარ მე უკვე თანამშრომლობის ყველასთვის ვინც პატიოსნად უძგება იმას, რაც არის უნივერსიტეტი. აი ეს არის სულ. მეც აბსოლუტურად მაგ შეფასებაში. მე ამ განცხადებას გავაკეთებ კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ეს პროცესი გადაივლის, იმის მიუხედავად კიდევ ერთხელ გეუბნებით რა შედეგი იქნება, იმიტომ რომ ამისი ატანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის სულაც წარმოუდგენელი. ხა შემდგომ კარგად ბევრმა არ იცის, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს, ანუ რა პროდუქტს ვქნით საბოლოო ჯამში, მე როცა თავდაცვაში მუშაობდი, კვირა არ გასულა, რომ ერთი დღე მაინც არ დამეთქო მთლიანად გასაუბრებებისათვის, იმიტომ რომ ახალ ორგანიზაციებს ვქმნით და ხალხი იყო საჭირო და მე უბრალოდ არ მინდა გული გაგიხეთქოთ, გითხრათ პროცენტული მაჩვენებელი ბოლო რამდენის შერჩევა ხდებოდა ხოლმე რა რაოდენობიდან, უბრალოდ იმიტომ რომ კომპეტენციას სამწუხაროდ უნივერსიტეტი ისიც არ იძლევა, რაც სჭირდება შემდგომ რეალურ საქმეს. რა უნდა ხა კომპეტენციები ეს არის მაგაში არის ლაპარაკი, რომ ჩვენ აკადემიურ დაწესებულებაში მუშაობ და აკადემიზმთან დაკავშირებით დებატი არ მიდის. საერთოდ არ მიდის და ამიტომ ჩემს კონცეფციაშიც აქცენტები რაც გავაკეთე, რომ თუ ეს აკადემიური დაწესებულებაა, ხო? ნუ რაღაცა პროცესი უნდა იყოს. აუცილებელია. ამასთან დაკავშირებით, ხო და სტუდენტებიც უნდა მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში, ხო? როგორც მომავალი აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და ეხლა ნუ ეს ფორმალური ლექციები, ფორმალური სილაბუსები, ეხლა იქ ჩემ კონცეფციაშიც მაქვს, რომ საკონსულტაციო საათები. ვინ იყენებს ამ საკონსულტაციო საათს? დასდევენ სტუდენტები, ოღონდ სადმე ბნელ კუთხეში დაიჭირონ ეს პროფესორები და რაღაცა ან საბაკალავრო ნაშრომი, ან სამაგისტრო შეუთანხმონ, ხო? ნუ ეს ძალიან ფორმალური რაღაცეები. კი, ძალიან დებატი არ მიდის აბსოლუტურად რა და არა უშავს დაიწყება აუცილებლად, მაგრამ ეს დაიწყება სხვა რეჟიმში და იმ რეჟიმში, რომელიც მთლიანად დაგვალაგებინებს მე სიტუაციას. აბსოლუტურად. ეს არის საქმე ისეთი რა, რომელიც ნამდვილად ღირს დაკეთებას. მე რაც ახლა ხედავ, ნუ ვერავითარ შემთხვევაში ყველას ძალიან უნდოდეს რომ დაუწყოთ რაღაც პოზიტიური გაკეთებას, რომ თუ პროცესები არ დალაგდა, თუ მენეჯმენტი არ დალაგდა, თუ პროცესუალურად და პროცედურულად არ დალაგდა, უბრალოდ საკითხის ინიციატივები, კრიტერიუმები, ხო, შემადგენელია. იგივე აკადემიური კონკურსის გასაგებია კითხვარი არსებობს და კითხვის მიხედვით შეიძლება გამოთვალო რის მიხედვით გაფასდება, ხო, მაგრამ უფრო მკაფიო უნდა იყოს ეს ყველაფერი. სტატიებს კონკურსის წარმომადგენლები უნდა კითხულობდეთ. ჩემ სტატიასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ 8 წლიანი საარქივო მუშაობის შედეგია ეს სტატია. ეს რომ აკადემიური კონკურსი ყოფილიყო და ჩემი აკადემიური დონის შეფასება, უბრალოდ რომ ჩაეხედათ, რამდენი ციტირება მაქვს, საიდანა მაქვს, რა დოკუმენტებს განვიხილავ. ბევრი ისეთი არის, რომელმაც ამ სტატიაში ნახა დღის სინათლე პირველად ჩვენს ისტორიაში. მაგრამ ეს არ იყო აკადემიური კონკურსი, გესმით? ეს სხვა რაღაცა არის. ხო, ნუ მე რაც იყო და როგორც იყო ჩემი გამოთვლება რაც არის და მე რაც ვიცი კონკრეტულად ის გითხარით, ხო? მე ვიცი რომ თქვენ ამის იქითაც გააკეთებთ დასკვნებს, მეც მაქვს ეს დასკვნები, ხო? მაგრამ არა უშავს.
პროცესია ძალადდება. პროცესი მიერ და თქვენც აბსოლუტურად ყველა უფლება გაქვთ და ალბათ შინაგანი მოთხოვნილებაც გაქვთ. შემთხვევაში მე მივიღებ იმას რაც არის. მით უმეტეს და არც მე არ მივიღებ იმას რაც მოხდება ხვალ. ზუსტად ვიცი რაც მოხდება. ხო, მე მგონი არ მოხდება საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ძალიან ბევრია მართლმსურველი იმისა, რომ ეს ჩაიშალოს, ხალხი არის შეურაცხყოფილი. ნახოთ. ეს არის ნორმალური პროცესია აბსოლუტურად ნორმალური პროცესია და ყველა ადამიანი ვინც ჩართულია ამაში აქვს უფლება და მე ვფიქრობ რომ მოვალეობაც აქვს რომ მოიქცეს ისე როგორც თulis რომ საჭიროა რომ უნდა მოიქცეს. დიდი მადლობა რომ მოგზაურობთ. აკეთებთ მტრები. და ეს ლაბორატორია.